დღის ბოლოს 18 საათზე სიახლეებს მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. ხელისუფლებაში მოსული ბიზნესმენის პირველი შეხვედრა ბიზნეს წრეებთან და პრობლემები, რომლებზეც კერძო სექტორი დღეს ალაპარაკდა. ქორთიართ მერიოდში ბიძინა ივანიშვილს მოусმინეს. ქართული ოცნების ლიდერმა ბიზნესის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა და პირობა დადო, რომ არ დაუშვებს მონოპოლიებსა და ზეწოლას ხელისუფლებისგან. შეხვედრა თავდაპირველად 80 ადამიანზე იყო გათვლილი, მაგრამ შეკრებაზე 100-ზე მეტი ბიზნესმენი მივიდა. მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, ფარმაცევტული, ნავთობპროდუქტებისა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ დღეს ღიად ისაუბრა წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე. რა პრობლემები დაასახელეს ბიზნესმენებმა და რა დაპირებები მიიღეს შეხვედრის მონაწილეებმა ივანიშვილისგან. 3 საათიან შეკრებას იმედა დარსალი ადევნებდა თვალს და ახლა ის პირდაპირ ეთერში მოგვიყვება რა ხდებოდა დარბაზში. იმედა ვინ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ ქორთიართ მერიოდში და როგორი არის დღეს მათი განწყობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ობიექტური დასვენება უპრეცედენტო დიდი ინტერესი იყო ბიზნესმენების მხრიდან. აქ იყვნენ ფაქტიურად ყველა წამყვანი კომპანიის პირველი პირები. TBC ბანკიდან მამუკა ხაზარაძე, დავით ბუცხრიკიძე, ბანკი რესპუბლიკა, ლაშა პაპაშვილი, კომპანია ვისოლი, სოსო ფხაკაძე, ასევე ლუკოილი, შავლეთ მიშველაძე, კომპანია ჯეოსელი, ოსმან თურანი, და კურტანიძე. ფაქტიურად წამყვანი კომპანიების პირველი პირები ესწრებოდნენ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის ქართული ოცნების ლიდერის პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან. აქ 250 ადამიანზე ბევრად მეტი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ივანიშვილმა ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ ამის შემდეგ ვერასოდეს ვერ ჩაერევა სახელმწიფო ბიზნესში, დაპირდა მათ, რომ იქნება საარბიტრაჟო სასამართლო. ასევე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ჩარევისაგან, ხალხის დასაქმება თავისუფალმა ბიზნესმა უნდა შეძლოს. დღეიდან ვერავინ გაბედავს ბიზნესი დააშანტაჟოს და ასევე აღკვეთავს ის ხელისუფლების და ბიზნესის მეგობრობას, როგორც ეს აქამდე იყო. ივანიშვილმა ბიზნესმენებს მიმართა, რომ მათზეა ძალიან დიდი იმედები დამყარებული და ბიზნესმენები თავისუფლებას და სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობას ძალიან სწრაფად იგრძნობენ. მან ასევე მიმართა ბიზნესმენებს, რომ სახელმწიფო არ შეეგუება მონოპოლიას, რაც აქამდე იყო დასახვეწია შრომის კოდექსი და უნდა დავიცვათ მოქალაქეების უფლებები. კაცრად გააფრთხილა ბიზნესმენები, რომ კარტელური შეთანხმებები დღეიდან არ იქნება ქვეყანაში და ამას კაცრად გააკონტროლებს ანტიმონოპოლიური სამსახური. ასევე მოუწოდა, რომ ქვეყანაში დღეს ძალიან არარეალური ფასებია და ამ ფასებზე დღეიდანვე იზრუნონ. შეგვიძლია ვნახოთ ეს ინფორმაცია. მე პირადად ვკვირდებით, რომ ვერავინ ვერ გაბედავს და თუ ვინმე გაბედავს, ჩვენ გვაქვს მექანიზმები და მე შემიძლია კონტროლის მექანიზმები შევქმნა, რომ ვერავინ ვერ გაბედავს მომავალში დააშანტაჟოს კერძო მესაკუთრე და ხელი ჩახოს კერძო საკუთრებაში. ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ საქართველოში ჭეშმარიტი საინვესტიციო გარემო მივიღოთ. ჩემი მხრიდან გარანტიას გაძლევთ, რომ ვერავინ გაბედავს ბიზნესში ჩარევას და საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო დამოკიდებულება ბიზნესთან, რომ ბიზნესმა უნდა განავითაროს დღეს ქვეყანა. განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მე მგონი, რომ ჩვენ ვიგრძელით ერთმანეთი, პირველი ნდობის შეხვედრა იყო ეს. ჩემი მხრიდან გარანტიები, რომ ხელისუფლება იქნება ასეთი, მათაც შევახსენე, რომ მონოპოლიებს არ ავიტანთ და კარტელურ შეთანხმებებს არ ავიტანთ, რომ ფასები უნდა იყოს საბაზრო. აი ამაზე ქონდა ორმხრივი საუბარი, ჩვენი მხრიდან და მათი მხრიდან მოთხოვნა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად იყოს დაცული კერძო საკუთრება და არ მოახერხოს არც ერთ შემთხვევაში ჩინოვნიკმა კანონის გარეშე და კანონის ზემოდან მოახერხოს ჩარევა კერძო საკუთრებაში და ჩაერიოს კერძო ბიზნესში. მათი მხრივ შევახსენე და ვთხოვე დღეს, რომ ვისაც აქვს დამოკიდებულება ფასებთან და მონოპოლიებთან, ვისაც აქვს ურთიერთობა და ვინც მონაწილეობენ კარტელურ შეთანხმებებში, უარი თქვან, რომ ჩვენ აუცილებლად შევებრძოლებით კანონის სახით, მხოლოდ კანონით დავაფუძნებთ ანტიმონოპოლიური კომიტეტს და ჩვენ არ დავუშვათ დღევანდელ მდგომარეობის გაგრძელებას საქართველოში, რომ ეს პრაქტიკულად ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. ამ შეხვედრას ფაქტიურად ყველა იმ ბიზნესის პირველი პირი ესწრებოდა, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსთან ასოცირდებოდნენ. ჩვენ შეხვედრის შემდეგ ვესაუბრეთ ამ ბიზნესმენებს, შეგვიძლია მათი შეფასებები მოვისმინოთ.
ქართულ ბიზნესს ბოლო 20 წლის განმავლობაში პრობლემებია. რა პრობლემები კონკრეტულად? თუნდაც ერთი მაინც. ბევრი პრობლემაა ელემენტარულად. თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში განვითარებული პრობლემები, რომელიც ასევე იყო გამოწვეული პოლიტიკური, ესე თქვათ, დაპირისპირების გამო ძალიან ბევრი ბიზნეს სტრუქტურა დაზარალდა და მე ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცა მომავალში საქართველოში აღარ გამოხდეს. მას როგორც არავის ალბათ ესმის ბიზნესის პრობლემები მისი წარსულიდან გამომდინარე და ბიზნესს იმედი აქვს, რომ იქნება დადებითი დინამიკა. შეღავათიან პირობებს მოვითხოვდი პირველ რიგში სოფლის მეურნეობისთვის ვითხოვდი და ეხლაც ვითხოვ და ზოგადად საქართველოს ადმინისტრებას და რესურსს თუ შევამცირებთ ჯობია ბიზნესში. დღევანდელი შეხვედრა არის თუ არა იმის სიგნალი ბიზნესმენებისთვის, რომ სახელმწიფო აღარ ესოდეს ჩაერევა ბიზნესის საქმიანობაში? ზუსტად ძალიან კატეგორიულად ითქვა ეს, რომ ანუ ჩვენ გავემიჯნებით ერთმანეთს და ბიზნესი ყველა იქნება თავის ადგილას, რომ ასე ეს ძალიან კაფიოდ ითქვა დღევანდელ შეხვედრაზე. ან თქვენ ამის იმედი გაქვთ? გასაგებელია. რამე შენიშვნები ქონდა დღეს ივანიშვილთან მთავრობას? არა, აბსოლუტურად ძალიან კარგი დადებითი, მოვალზე ორიენტირებული მესიჯები, ძალიან დადებითად ჩატარდა ეს. იყო თუ არა ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ჩარევის მცდელობები? ჩვენი შემთხვევა, ჩვენ ვინაიდან ვართ ძალიან ტელესონეს წარმომადგენლები, ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა იყოს მივიყვებით ტელესონეს ინსტრუქციას, ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან გამონაკლისები შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შემთხვევა. ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის მთავარი პრიორიტეტი გამოყო, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და შეიქმნება რძისა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები. გმადლობთ იმედა, ეს იყო იმედა დარსალია, რომელმაც ქორთიარდ მარიოჩი 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული ოცნების ლიდერი პირობას დებს, რომ 8 ოქტომბერს მინისტრების სრულ სიას წარადგენს. მანამდე კი ივანიშვილი საკუთარ გუნდში სამუშაო შეხვედრებს გამართავს და საბოლოო პოზიციაში აჯერებს. უკვე ცნობილია, რომ შეიცვლება უწყების ყველა ხელმძღვანელი. მოადგილეების ნაწილმა კი შესაძლოა პოსტები შეინარჩუნონ. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, კოალიციის ლიდერის თქმით, სამინისტროების არც ერთ თანამშრომელ სამსახურის დაკარგვა არ ემუქრება. ხვალ და ზე გვაქვს ჩვენ შეხვედრა შიდა ჯგუფში, მე ჩემს პროექტს შევაჯერებ მათთან. ალბათ შეიცვლება ნაწილობრივ მაინც ამდენადაც მე მარტო არ ვღებულობ გადაწყვეტილებას, მე წარუდგენ ჩემს ხედვას. ხვალ და ზე ჩამოვყალიბდეთ და ორშაბათს ალბათ თელ თავრობას მოგცეთ. ორშაბათს მოგცეთ თელ თავრობას. მინისტრი ყველა შეიცვლება, მოადგილეები შეიძლება ბევრი დარჩნენ და უფრო ქვემოთ არ ვაპირებთ წასვლას. თუ რაღაც არ არის სპეციალური შემთხვევა, საჯარო მოხელეები ყველანი შეინარჩუნებენ თავიანთ ადგილზე. და რა შედეგები დასრულდა დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პირველი შეხვედრა. უმცირესობაში გადასული გუნდის ლიდერები პირობას დებენ, რომ ქართულ ოცნებას მთავრობის დაკომპლექტებაში პრობლემებს არ შეუქმნიან, მათ შორის არც ძალოვან მინისტრებთან მიმართებაში. დავით ბაქრაძემ დღესაც ახსენა კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის პირველი პირი ამ უფლებას არ გამოიყენებს. მოქმედი ხელისუფლებიდან მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას 4 კაციანი ჯგუფი დაესწრო. გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და პავლე კუბლაშვილი. შეხვედრიდან გამოსულმა ბაქრაძემ თქვა, რომ ორივე მხარე პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ერთმანეთისთვის პრობლემების შექმნას არ აპირებს. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისი იმ პროცესის, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება. ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად გადაცემა. თავარი, რაც გამოაჩინა დღევანდელმა შეხვედრამ, გახლავთ ის, რომ ორივე მხარე სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვეკისრება, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ორივე მხარე არის მოწოდებული, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი იყოს მშვიდი, იყოს მშვიდობიანი და იყოს დემოკრატიული. შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს ტრანზიციისა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად. შევეხეთ დღეს მიმდინარე საკითხებსაც, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების შედეგების შეჯამებას. ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 8 ოქტომბერს დაიგეგმა. ორშაბათსვე ყველა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ქართული ოცნების წარმომადგენელი შევა. ეს იქნება ხელისუფლების გადაბარების პროცესის ნაწილი, რა დროსაც კოალიციის მიერ მივლენილი ადამიანები სამინისტროების მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან. ქართული ოცნების მხრიდან მთავრობის კანცელარიაში დღეს ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიცია ქართული ოცნება ორშაბათიდან ყველა ძირითად სამთავრობო უწყებაში მიავლენს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მთავრობის ოფიციალურად ფორმირებამდე
გაეცნობა სამინისტროებში, უწყებებში არსებულ ვითარებას და მოემზადებიან იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გადაბარება ახალი მთავრობისთვის იყოს ქვეყნისთვის უმტკივნეულო. ჩვენი წარმომადგენლები არანაირ ოფიციალურ სტატუსებს არ დაიკავებენ. ოფიციალურ სტატუსებს ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მთავრობის დამტკიცების შემდეგ. ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. საიდუმლო შტაბი ზუგდიდში და ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ამხელს. პრობაციონერი ხვიჩა ჟორდანია დღეს ჟურნალისტებთან იმ დავალებების შესახებ ხვდება, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასული მმართველი გუნდისგან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ხვიჩა ჟორდანია, რომელიც პირადობის მოწმობების გაყალბებაში დაადანაშაულეს. რაც შეეხება საარჩევნო შტაბს, სადაც ის მუშაობდა, საიდუმლო შტაბი ზუგდიდში თხილის ქარხნის სარდაფში იყო განთავსებული. ცოტა ხნის წინ ხვიჩა ჟორდანიას ჩვენი კორესპონდენტი ზუგდიდში პაატა ლაგულავა შეხვდა და ესაუბრა და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. პაატა, რა ინფორმაცია მოგაწოდა დღეს ჟორდანია? ხვიჩა ჟორდანია ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუგდიდსა და სამეგრელოში გაყალბებულ არჩევნებზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ჟორდანია ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ რეგიონში არჩევნები გააყალბა და კონკრეტული დოკუმენტაცია მოაქვს. ჟორდანია ამბობს, რომ საიდუმლო შტაბი არსებობდა თხილის ქარხანაში, არგონაცის სარდაფში, სადაც უშუალოდ აი ამ შტაბს ზაზა გოროზია, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ყოფილი გუბერნატორი ხელმძღვანელობდა. აქ იყო საიდუმლო შეხვედრები გამგებლებთან, ასევე მართველი პარტიის მაღალჩინოსნებთან, ამბობს ჟორდანია და ის ყვება და მას აქვს დოკუმენტები და სიები პრობაციონერების, რომლებიც გაათავისუფლეს სწორედ არჩევნებისთვის და ისინი იყვნენ ჩაბმული წინასაარჩევნო პროცესში. ასევე ის საუბრობს მარკირების პროცესის გაყალბებაზე, საუბრობს შავ ბუღალტერიაზე. ახლა ჩვენს გვერდით იმყოფება სწორედ ხვიჩა ჟორდანია და ჩვენ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ მას. ხვიჩა, მოგესალმებით. რა ხდებოდა აი ამ შტაბში, რო გითხრათ? შტაბი იყო მთლიანად, რომელიც კურირებდა სამეგრელოს რეგიონს. შტაბიდან ხდებოდა მთლიანად სამეგრელოს რეგიონში არსებული საქალაქო შტაბების კურირება, ანუ დავალებების მიცემა, თუ რა უნდა განეხორციელებინათ და რა უნდა გაეკეთებინათ რეგიონალურ შტაბებს, ანუ საქალაქო შტაბებს. შედიოდა მთლიანად სამეგრელოს რეგიონის 9 რეგიონი. თქვენ ასევე ადმინისტრაციულ რესურსზე და შავ ბუღალტერიაზე საუბრობდით, ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ? კი, ჩემს მიერ მე გადმოგეცით მასალები, სადაც აშკარად ნათლად არის დადასტურებული, რომ მთელი ამ არჩევნების პროცესში მიმდინარეობაში აშკარად იხარჯებოდა ისეთი თანხები, რომლებიც არცად არ იყო გატარებული, ანუ არაოფიციალურად იხარჯებოდა, რასაც ეგრეთ ვთქვათ, შავი ბუღალტერია ეწოდება. კონკრეტულად იყო საუბარი ფოთის შტაბზე, იქ რამდენი დაიხარჯა? კი, ფოთის შტაბზე არის ხელფასების სახით სადღაც 180,000-ის ფარგლებში. ესევე ყველა შტაბებზეა ინფორმაციები, არის ინფორმაცია თბილისში შეხვედრაზე წამსვლელებზე, არის ინფორმაციები თუ რა თანხები დაიხარჯა ზუგდიდში შეხვედრაზე, ხალხის გამოყვანაზე, საწვავზე, კვებაზე და სრული ინფორმაცია. და ეს იყო შავი ბუღალტერია? კი, ეგ იყო ის თანხები, რომელიც მოძრაობდა პირდაპირ ხელზე იყო გაიცემოდა და რომელიც არ გადიოდა არც ერთ საბანკო ოპერაციას. აი ამ შტაბს ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ დადიოდა აი ამ შტაბში? შტაბის ხელმძღვანელი უშუალოდ იყო ბატონი ზაზა გოროზია. და თქვენ ასევე საუბრობდით გაყალბებაზე, მარკირების პროცესზე, აქ რა ხდებოდა, რო გითხრათ? კი, გაყალბებაზე, როგორც აშკარა გაყალბები ხდებოდა, მე თვითონ 2008-ში მონაწილეობდი ამ პირადობის მოპოვების დაბეჭდვაში. ამ არჩევნებზე მე მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მე როგორც სამხარეო შტაბის წევრს ესე ურთიერთობა მყოლა ყველა შტაბებთან, ყველა შტაბის წევრებთან, ვინც მონაწილეობდა და ვიცი მაგ ინფორმაციები, რომ წელსაც იგივე განხორციელდა. ანუ წელსაც დაიბეჭდა? წელსაც დაიბეჭდა ყალბი პირადობის მოწმობები, ასევე ჩატარდა სომხური კარუსელები. მარკირებას რაც შეეხება მარკირების მეთოდის, ანუ მოტყუება, ვინც დგას მარკირების შემოწმება, ძალიან ადვილი ხერხი იქნა გამოძებნილი. პიროვნებები, რომლებიც კარუსელზე დადიოდნენ და შედიოდნენ რამოდენიმე უბანზე 2-3 ესენი ხელებს თლიანად მაჯიშად დიბანდნენ მარკირების სიტყვით, რის შემდეგაც უკრაინის სფერის შემოწმებით ხელზე ლაქა არ აღიზნებოდა.
თქვენ ასევე საუბრობდით ადმინისტრაციულ რესურსზე, ასევე ისაუბრეთ თქვენ ასევე სიებზე, ცხრილებზე, სადაც მომხრეები, ასევე პრობაციონერები იყვნენ. კი, არის სიები, რომლებიც რაიონების მიერ იქნა გადმოცემული, იმ პიროვნების სიები, რომლებსაც აქვთ პირობითი სასჯელი, ანუ უკვე ქონდათ, რომლებიც შტაბისთვის იყო გამოსადეგი ხალხი და რომლებსაც შეეძლოთ ხმების მოზიდვა. ამ პიროვნებებზე შედგა სიები, რომლებიც შემდგომ შეკრების შემდეგ გადაეცა ბატონ ზაზაგოროზიას და ამ მარიან დღესასწაულზე ეს პირობითი სასჯელი მოეხდათ. ესევე იყო რამოდენიმე პიროვნება, რომლებიც განთავისუფლდნენ საჯელახშობის დაწესებულებებიდან. მათ შორის თქვენ? მე ცოტა ადრე გამანთავისუფლეს, მე მქონდა 1 წელი მიჯილი, მოვიხადე 11 თვე და 7 დღე, 22 დღე უდო საშუალებით მაპატიეს. ეს მოხდა, მე დავტოვე საპატიმრო 5 ივლისს. და ამის სანაცვლოდ აკეთებდით? ამის სანაცვლოდ მუშაობდი საარჩევნო შტაბში. და რაც შეეხება თქვენ ასევე საუბრობდით ფარულ კამერებზე, რომლებიც ოფისებში დაყენდა, ამაზეც რო გითხრათ? კი, იყო ანუ რაიონებში, სადაც მდებარეობდა ქართული ოსნობის შტაბები, მაგის მოპირდაპირე მხარეს დამალულ ადგილებზე ყენდებოდა. მე თვითონ მონაწილეობა მივიღე მარტულში ამ კამერის მონტაჟში, ესე სხვაგან იყო თითქმის ყველა რეგიონში დამონტაჟდა ეგ კამერები. თქვენ ხვიჩა ხო არ არის თქვენზე რამე ზეწოლა ხო არ ხდება თქვენს ოჯახზე, მას შემდეგ რაც გაახმაურეთ? ზეწოლა ამ დილის ათით არ ყოფილა, მას შემდეგ რაც გახმაურდა, რომ მე მზად ვიყავი ეს ინფორმაცია მომწოდებინა თქვენთვის, უკვე სახში ჩემ მშობლებთან დაიწყო სატელეფონო ზარები, ესეთ სახით რომ თუ უნდა რომ კარგად იყოს და თუ თავის დაღუპვა არ უნდა, ნუ გააკეთებს ამ ნაბის ნუ გადადგამს. ვინ დადიოდა ძირითადად აი ამ შტაბებში, რო გითხრა ზაზაგოროზიას გარდა კიდევ ვინ იყო იქ? ამ შტაბებში ძირითადად დადიოდნენ საქალაქო შტაბის უფროსები ყველა რეგიონიდან, ესევე გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გუბერნატორი. დიდი მადლობა, ეს იყო ხვიჩა ჟორდანია. ჩვენ ამ თემაზე მუშაობთ და 9 საათზე შემოგთავაზებთ. მინდა გითხრათ, რომ თემაზე ვრცელ მასალას ამზადებს გადაცემა დეტექტორი, რომელიც მე-9 არხზე გავა. ჩვენ სწორედ დეტექტორი ჟურნალისტების საშუალებით მოვახერხეთ, რომ ხვიჩა ჟორდანია ჩაგვეწერა. მაშასე 9 საათზე უფრო დეტალებით და ვრცლად შემოგთავაზებთ მასალას, თუ როგორ ხდებოდა ზუგდიდში და სამეგრელოში არჩევნების გაყალბება. ველოდებით ჩვენს რეპორტაჟს საღამოს 9 საათზე. ეს იყო პაატა ლაგულობა, თქვენ მოისმინეთ ნაციონალური მოძრაობის საიდუმლო საარჩევნო შტაბის წევრის სკანდალური განცხადება. შტაბში, რომელიც ზუგდიდის თხილის ქარხნის ერთ-ერთ სარდაფში საიდუმლოდ იყო განთავსებული გაყალბების კონკრეტული სქემები მუშავდებოდა, როგორც პაატა ჟორდანია მოხვა, იქ მიდიოდნენ მაღალჩინოსნები, მათ შორის გუბერნატორები, ჟორდანიამ ასევე ახსენა ზაზა გოროზიაც. როგორია საბოლოო მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან? დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ცესკომ ხმები დათვალა არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ 3766 უბნის შედეგები შეაჯამა. პროპორციული სიით საბოლოო მონაცემები ასეთია. ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 54.85%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 40.53%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 2.5%, ახალი მემარჯვენეები 0.43%, რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს. ამ შემთხვევაშიც უპირატესობა 39 კანდიდატით კოალიციას აქვს. ხმების ბათილაცნობის შესახებ გაუქმებულია უკვე 8 უბნის შედეგები, ხაშურის 2 უბანზე მომხდარ ინციდენტებს კი პროკურატურა სწავლობს. ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა იწყება, სადაც შესულ საჩივრებს განიხილავენ. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, მიღებული ხმების რაოდენობა 184,588, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 54.9%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს, მიღებული ხმების რაოდენობა 872,326, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 40.4%. დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება 5%-იან მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა.
პირველი შეხვედრა მედიასთან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საჩხერეში ქართული ოცნების მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი დღეს მედიას შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მანანა კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხს განეხილავენ. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ მოქმედ ხელისუფლებასაც მიმართა და ძალაუფლების გადაცემის პროცესში დაკისრებული მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა. საზოგადოებამ უმრავლესობამ ამ მრჩევლებისა ცალსახად დაუჭირა მხარი სწორედ იმ კურსს, რომელსაც ჩვენი პროგრამის სახით ვთავაზობდით, ანუ ქართული ოცნების პროგრამას და კურსს, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტიც უნდა იყოს სწორედ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი. ამიტომ მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ნამდვილად ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, თუ იქნება იუსტიციის თუ თავდაცვის, იქნება სწორედ ის კანდიდატურები, რომელიც უმრავლესობის ნების, ასე ვთქვათ, უმრავლესობისგან იქნება წამოსული და შეთანხმებული. დარღვიეთ ვარა ქართული ოცნების წევრმა კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა კოალიციის წარმომადგენელთა მხრიდან მოსამართლესთან მიმართებაში კომუნიკაციის წესის დარღვევის თემა განიხილეს. კანონმდებლობით საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირს მოსამართლესთან კომუნიკაცია არ შეუძლია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი კი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების წევრმა სწორედ კანონმდებლობის ეს ნორმა დაარღვია და მოსამართლეს განსახილველ საკითხზე ესაუბრა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცოტა ხნის წინ იმშელეს დასაკისრებელ სანქციებზე. ჩვენ უკვე 4 წელიწადია არც ერთი ასეთი ფაქტი არ გქონია. არავის არ მოუმართავს სასამართლოსა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის და ჩემთვის, რომ ვინმე შევიდა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაში. ამიტომაც ჩვენ სწორედ ვამახვილებთ ყურადღებად იმაზე, რომ ნებისმიერი ესეთი ფაქტი თავიდანვე უნდა იყოს შეფასებული ძალიან მკაცრად, ადეკვატურად. დატოვეს თუ არა ახალაიებმა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო გურია ნიუსი ავრცელებს ცნობას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაჩუ ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამ ქვეყანა დატოვეს. სააგენტოს წყაროს ცნობით ძმები ახალაიები საქართველოდან წუხელგვიან ღამით წავიდნენ, მანამდე კი მათ პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს. ამავე წყაროს ცნობით ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაემშვიდობდნენ და სხვადასხვა ავტომანქანაში ჩასხდნენ. თვითმხილველთა ცნობით პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ძმები ახალაიები გენერალური შტაბის მეცხრე სართულზე ახალაიას ეგრეთ წოდებულ აპარტამენტში ცხოვრობდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამ დრომდე არ ფლობს. ამას გარდა სოციალური ქსელებით უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს უკვე დატოვეს პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, თუმცა ამ უწყებების პრესსამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ თემაზე ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს New York Times-ი და ესპანური გაზეთი El País-ი ვრცელ ანალიტიკურ სტატიებს უძღვნის. შეფასებები თითქმის ერთმანეთს ემთხვევა. უცხოელი კოლეგები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიზაციის დასაწყისად მიიჩნევენ. საქართველოს ხმას აძლევს ცვლილებებს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი El País. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ესპანურ პრესაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიტიკური სტატია სარედაქციო გრიფით ქვეყნდება. El País-ი აღნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით იწყება და მიხეილ სააკაშვილის წარსულსაც იხსენებს. 2003 წელს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პროდასავლურმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა ბოლო პერიოდში სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარულობა მიჩინა თავი, რაც პოლიტიკური ოპონენტების ტერორში მიკერძოებულ მედიასა და სასამართლოში გამოიხადა, წერს El País-ი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კი ესპანური გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ქართველ მილიარდერს დიდი გამოწვევა ელისწინ. მან პირობა უნდა შეასრულოს და მოსკოვთან ურთიერთობები ისე მოაწესრიგოს, რომ ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირსა და ნატოში შესვლა დარჩეს. ქართული დემოკრატიის მარში ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას New York Times-ი. ჟურნალისტმა ჯობ ჰეინინგმა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვებას ტრიუმფალური უწოდა, ხოლო ფაქტი დემოკრატიისათვის გიგანტურ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ავტორი აღნიშნავს, რომ დემოკრატიის კვლავაღზევება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამარჯვებასაც ნიშნავს. ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა კი რეგიონში სტაბილურობის გარანტიას, რაც უპრეცედენტო ფაქტად უნდა შეფასდეს. ბოლო წლებში საქართველოში საზოგადოება და ეკონომიკა მიიჩქმავა. წერს ჰეინინგი და იქვე აგრძელებს, რომ სახელმწიფო ერეოდა ბიზნესში აკონტროლებდა მედიას, თუმცა არჩევნებმა დაამსხვრია დაშინების ეს პოლიტიკა არა ივანიშვილის ანგელოზობის ან კარგი ბიზნესმენობის გამო, არამედ თავად საზოგადოების ნებით, აღნიშნავს ჯობ ჰეინინგი.
Advokati Lia Mukhashevri Ევროპის სასამართლოს მიმართავს უფლებადამცველი 2011 წლის მაისის მოვლენების გამოძიებას ითხოვს. Advokati სარჩელი სახალხო პარტიის ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის სახელით შეაქვს. საჩევრის ავტორი ხელისუფლებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პირადი ცხოვრების პატივისცემის დარღვევაში, ასევე იმ ადამიანების ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, რომლებიც 1 წლის წინ 26 მაისს სამართალდამცველებისგან დაზარალდნენ. Mukhashevriას ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციების დანიშვნაც ითხოვს. გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, გამოვლინდეს ვინ იყო დამნაშავე აი ამ მთელ რიგ უკანონოებებში და ეს პირები დაისაჯონ, აღდგეს დარღვეული უფლებები მოქალაქეებისა, ვისაც შეელახა ჯანმრთელობა, შეერყა სერიოზულად ჯანმრთელობა, შეელახა რეპუტაცია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პატივისცემის უფლება და მათ უნდა მიეკუთვნოთ გარკვეული კომპენსაცია მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისათვის. რა მოხდა რუსთავის მე-17 დაწესებულებაში და რატომ გადაიყვანეს რამდენიმე მსჯავრდებული მე-6 ციხეში? სასჯელახსრულების სამინისტრო პატიმრებს შორის კონფლიქტზე საუბრობს და გამოძიებას მიმართავს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საკარანტინე ნაწილიდან საკნებში შეყვანის შემდეგ რამდენიმე პატიმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მსჯავრდებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. სამინისტროს ცნობით დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მომხდარზე ინფორმაცია მიაწოდეს პატიმრების ოჯახებსაც. გამოძიებამ უნდა დაადგინოს წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელახსრულების სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, რამაც მსგავსი კონტინგენტისა და ურთიერთდაპირისპირების მქონე პატიმრების ერთ საკანში მოხვედრა განაპირობა. ნათქვამია სასჯელახსრულების სამინისტროს განცხადებაში. სასჯელახსრულების სამინისტრო ციხეში კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალების თემასაც ეხმაურება. ტუღუშის უწყების ცნობით დღეს მე-18 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. საუბარი 1960 წელს დაბადებულ მსჯავრდებულზე, რომელიც დღეს საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. უწყების ცნობით ბრალდებული 26 სექტემბრიდან სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში იყო. ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება. გათავისუფლება 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის 3 წევრმა ციხე დატოვა. მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და გიგა ამბროლაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ გამოაცხადა. ყოფილ პატიმრებს გირაოს სახით 2000 ლარიანი თანხის გადახდა დააკისრეს. 4 თვის განმავლობაში მსჯავრდებულებს წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა დღეს ეს სასჯელი გირაოთი შეიცვალა. ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები 5 ივნის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. საუბარია რუსთავიორის მიერ გადაღებულ მასალაზე, რომელიც სასამართლომ ერთადერთ მტკიცებულებად გამოიყენა. თუმცა დაპატიმრება მაშინვე შეფასდა პოლიტიკური მოტივით. ყოფილი მსჯავრდებულები უახლოეს დღეებში ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ, სადაც პატიმრობის დროს არსებულ პირობებზე მოხვედიან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ადვოკატებს, ყველა იმ პოლიტიკოსებს და ყველა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ხარდაჭერას გვიცხადებდნენ. ასევე მინდა შევეხო იმ თემას, რაც შედებოდა სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ, თითქოს და 5 ივნის ქალაქ ქუთაისში ვცდობით ამორჩევლის მოსყიდვას, რაც არის ძალიან დიდი სისწრუე და მინდა ვისარგებლო საშუალებით და ბატონ ბიზინა ივანიშვილს მიულოცო ეს გამარჯვება და ქართულ ოცნებას და მე მჯერა რომ დღევანდელ დღიდან ჩვენ ვიცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, სადაც არ იქნება ძალადობა, უსამართლობა, სადაც იქნება თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და ჩვენ ვიცხოვრობთ ღირსეულ საქართველოში. დღეს რაც თავარი არის, დღეს აღდგა ის ჭეშმარიტი სამართლიანობა, რასაც ბიზინა ივანიშვილი პირდებოდა საქართველოს და ქართულ ხალხს და ის იქნება აწი საქართველოში. რა და აი ეს ადამიანი სახეს რო გვიმალავს და რო სახეს იქეთ იშურს, ხო? აი ეს ადამიანი იყო თქვენზე, შენზე ვამბობ, ხო, ეს ადამიანი იყო, რომელიც იყო მიზეზი იმის, რომ ჩვენ დაგვაკავეს და ეს ადამიანი თანამშრომლობს ყოფილ აწი უკვე ყოფილ ნაციონალურ მოძრაობასთან. და აი ამისნაირი ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული რუსთავი 2-ის ტელეკომპანია. აი თქვენ გააკეთეთ, ბატონ მიხეილ, თქვენ გააკეთეთ. თქვენ წარსდგებით სასამართლოს წინაშე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. საუბარია იმ პატიმრებზე, რომლებიც არჩევნების პერიოდში აქციებისას დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტს მოუწოდებს ყველა ასეთი დაკავებული ადამიანი სასწრაფოდ გაათავისუფლონ. სხვა შემთხვევაში საია საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავს.
ჩვენ ვიცით რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ზოგადად წარმოადგენს პრობლემას ის ფორმა რა ფორმაც იქნა გამოყენებული იყო სრულად მიუღებელი იმიტომ რომ ნამდვილად არანაირად არ იყო უზრუნველყოფილი თვითონ იმ დაკავებული პირების ინტერესების დაცვა მათი დაცვის უფლება და მხოლოდ მანდატურების განცხადების საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ერთი თვემდე თავისუფლება აღეკვეთათ პირებს ზოგადად ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და ჩვენ იმედი გვაქვს რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ მიგვაჩნია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თამაშებს რაღაც გადამწყვეტ როლს ზოგადად პრაქტიკის და მიდგომის შეცვლაში. ადმინისტრაციული დაპატიმრებები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მიზნად ისახავდა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნას პირებისა. სწორედ ასეთი პირველი შემთხვევა იყო შეიძლება ითქვას ჩვენი დაპატიმრება 2006 წელს, როდესაც ვითხოვდით სანდრო გირგვლიანის კვლევის დასჯასა და ამასთანავე შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას და შესაბამისად პირველი გაწყვეტილებაც გამოვიდა ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პრეზიდენტული მნიშვნელობის არის და დარწმუნებულია გავრცელდება ყველა სხვა ადმინისტრაციულ დაპატიმრებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ სწორედ ამის შემდგომ გახდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის განუყოფელი ნაწილი ადამიანების დაპატიმრება, საიმისოდ რომ ისინი ჩამოეშორებინათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესებიდან. ვანში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა 53 საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს საარჩევნო შტაბმა რამდენიმე უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. საოლქო საარჩევნო კომისიამ კოალიციის წარმომადგენელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქართული ოცნების შტაბი გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გაყალბების კონკრეტულ ფაქტებსა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის ცდელობებზე საუბრობს. შევსებულია ყველა რეკვიზიტი. ანგარგულებას გამოცემ დღეს გადავცემთ ამ პიროვნებას კანდიდატობის დეპუტატობის კანდიდატს გოდერის წაშელაშვილს თვითონაც ესწრებოდა სტომას მოისმინა აქაც არ ქონია განსხვავებული აზრი თქვენს დააფიქსირეთ მე მგონი ესა ხო და თუ მე ორი კალენდარული დღის ვადაში ექნება გასაჩივრების საშუალება ვანის რაიონის სასამართლოში მიუხედავად იმისა რომ სასამართლოდან არ ველოდებით დადებით შედეგებს და სასამართლო იგივე სასამართლო რაც იყო არჩევნებამდე ამიტომ ისინი არ გამოიტანებენ გადაწყვეტილებას რომელიც ძირს მიაყენებს არსებულ ხელისუფლებას ჩვენ მაინც ამ გზებს გავივლით ხონის მერვე უბანზე არჩევნები თავიდან არ ჩატარდება 55 საოლქო საარჩევნო კომისიამ სოფელ დედალაურის მერვე საარჩევნო უბნის ხმები ბათილად ცნობაზე უარი თქვა. კომისიის თავმჯდომარე მიზანად ის ფაქტი დაასახელა, რომ საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რაც უშუალოდ უბანზე უნდა მოგვარებულიყო. კუჭუხიძე პასუხისმგებლობას იხსნის და განმარტავს, რომ ამ ხასიათის საკითხები საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. თუმცა კომისიის წევრები უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ღიად საუბრობენ. მათი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა უზუსტობებს სიებში. აგრეთვე შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებული იყო ამომრჩეველთა რიცხვი, რომელიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას არ შეესაბამებოდა. შეეხება საჩივარი იყო განსახილველი, რომელიც შეეხებოდა ნომერ მერვე საარჩევნო უბანს. ამ საჩივარში იყო პროცედურულ დარღვევებზე საუბარი, რაც უბნის გადასაწყვეტი იყო, უბანში უნდა შესულიყო ამ საკითხებთან დაკავშირებული საჩივრები, რომელიც უბანზე არ იყო დაწერილი. ასე რომ დავტოვეთ განუხილველად ეს საკითხები. დღეს განიხილებოდა ხონის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის ბატონ ნიკოლოზ სანოძის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა დედალაურის საარჩევნო უბნის ბათილად ცნობის საკითხს. დღევანდელი ხტომის განხილვა წარიმართა იმ მიმართებით, რომ საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა აღნიშნული საკითხი. და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას ამიღებულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრეთ ზემდგომ ადმინისტრაციაში. ქართული ოცნების გორის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ქალაქის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს საბოტაჟში ადანაშაულებს. მალხაზ ვახტანგაშვილი ამტკიცებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორში ძარცვისა და ხულიგნობის ფაქტები გახშირდა. კოალიციის ადგილობრივი ოფისის ინფორმაციით უახლოეს დღეებში მსგავსი ფაქტების ჩადენა კიდევ იგეგმება, რა დროსაც კოალიციის მაისურები იქნება გამოყენებული. მაჟორიტარობის კანდიდატის მტკიცებით სისხლის სამართლის ამ დანაშაულში თავად სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები და პრობაციონერები მონაწილეობენ. არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს დღეებში გეგმავენ ეს ადამიანები განახორციელონ ქალაქში ძარცვა, რბევა, მაღაზიები იქნება ეს თუ სხვა რამ ობიექტები და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული ოცნების ატრიბუტიკით, ეს არის ქართული ოცნების მაისურები. ამასთან დაკავშირებით მინდა გავაფრთხილო უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, ქალაქის პოლიციის უფროსი ესო ბერიანიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი ილია გამგებელი და ლევან ქირია, მისი მოადგილე, ასევე კუდის უფროსი ზურა პავლიაშვილი და პატრულის უფროსი რამაზ ტოგონიძე.
გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ გამოძახებებზე, გარკვეულ შემთხვევებზე რეაგირება არ ხდება სამართალდამცავი ორგანიზაციებისგან. თქვენ გევალებათ უშუალოდ დაიცვათ მართ წესრიგი ჩვენს ქალაქში და რაიონში. თუ თქვენ ამ ძალაუფლებას კანონით მონიჭებულს არ გამოიყენებთ, ბუნებრივია დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ პოლიციელების ერთი ჯგუფის წახალისებით ხდება ამგვარი პროვოკაცია. ხმები ავადმყოფი გოგონას დახმარების სანაცვლოდ ქედას რაიონში მცხოვრები ბოლქვაძეების ოჯახი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს 2500 ხმის სანაცვლოდ მიცემული პირობის შესრულებას თხოვს. სახელდება კონკრეტული გვარები. ბოლქვაძეები პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატ იაშა შერვაშიძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ბარამიძეს მიმართავენ. ოჯახი ამბობს, რომ კანდიდატები მათ მხარდაჭერის სანაცვლოდ ლეიკემიით დაავადებული შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაპირდნენ. თუმცა მხარდაჭერის შემდეგ ეს დაპირებად დარჩა. ყავს დაავადებული შვილი, რომელსაც ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ვითხოვდი დახმარება. სამში მივაკითხე ირაკლი ბარამიძის ოჯახში, რომ მე მინდა პასუხი ამ ყველაფერი დანაპირების შემდეგ პასუხი ხომ უნდა მოითხოვო. მისმა მამამ და ძმამ იქეთ მიგიქნეს, რომ რაზე მოდიაქო, წადი და სხვაგან მოიკითხე პასუხიო, კაცო, მე მიჭირს და პასუხზე მოვედი. მე სხვა ოდესმე არ მივსულვარ მაგენთან. ეს ხელწერები გააკეთეს იმისათვის, რომ ოღონდ ნონას დაეხმარეთ ამდენი ხმა ნაციონალებს. აი, ამდენი ხმა ნაციონალებს. 2500 ხმა აქვს ჩემო ძვირფასებო. 2500 ხმა. ხმები უნდა და ალბათ იმის გულისამ პირდებოდნენ და მათყურებთ. აბა სხვა რა არის? დამთავრდა არჩევნები და დამთავრდა ყველა. რას გეგმავს არჩევნებში დამარცხებული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გაერთიანების ლიდერები დღეს გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა ბათუმში სასტუმრო ერაში გაიმართა. ლიდერებმა მოძრაობის სამომავლო გეგმები დასახეს და საპარლამენტო არჩევნები შეაჯამეს. ქრისტიან-დემოკრატებმა შედეგები დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა პოლიტიკაში ისევ აქტიურად განაგრძობს ყოფნას. სასრულ კონტურები იქნება გამოკვეთი. ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ მუშაობას ჩვენი პარტიული ორგანიზაციები და ადგილებზე ყველგან ამ შეხვედრებს ვიწყებთ ბათუმიდან და მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ შეხვდებით ჩვენს აქტივს, მათთან ერთად ვიმსჯელებთ ახალ სტრატეგიაზე, ახალ ტაქტიკაზე და იმაზე, როგორ გავაფართოვოთ ის ნიშა, როგორ მოვიპოვოთ და დავიბრუნოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გქონდა და როგორ მოვახერხოთ ის, რომ საქართველოში ჩვენი აქტივობით ხელი შეუწყოთ ახალი პოლიტიკური სისტემის განვითარებას. იწყება სრულად ახალი ეტაპი ჩვენი ბრძოლისა, ანუ ამ შემთხვევაში პარლამენტს გარედან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ამას ჩვენი მხარდაჭერით ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძალიან კარგად იაზრებს, რომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და ათჯერ უფრო ეფექტური და ათჯერ უფრო წარმატების მომტანი ეტაპი. თბილისელები თბილისობას ზეიმობენ. დღეიდან 7 ოქტომბრამდე ტრადიციული დღესასწაული აღინიშნება. 1 საათის წინ მუსიკისა და კინოს მუზეუმის განახლებული დარბაზები გაიხსნა. მანამდე კი მოეწყო რამდენიმე გამოფენა, მათ შორის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც საარქივო მასალები წარმოადგინეს და მხატვრის ბაღში, სადაც ქართველი მხატვრების დღემდე უცნობი ტილოების კატალოგის პრეზენტაცია მოეწყო. საწნახელის დაწურვა გასეირნება ტივიტერის სიონისა და რუსთავის კონცერტი, ავტოშოუ, პერფორმანსი მტკვარზე, ფესტივალი შარდენზე, ბაზიერების შოუ და სპორტული შეჯიბრებები. ეს უკვე მომავალი 2 დღის პროგრამაა. აქ არის მხოლოდ აი ყველა ერის საქორწინო რიტუალების თავმოყრა, ერთად თავმოყრა. ასეთი რამ ჯერჯერობით არ გაკეთებულა და სასწავლო პრაქტიკა არ აქვს ამას და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებას მოეწონება. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი არის ძალიან საინტერესო პერიოდული მასალა და ასევე მე-19 საუკუნის უნიკალური საფოსტო ბარათები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სრული და უნიკალური საფოსტო ბარათების კოლექცია, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა კოლექციონერმა ბაადურ ქობლიანიძემ. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით მათ. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია ეს საფოსტო ბარათების სლაიდ შოუს მეშვეობით. ასევე თქვენ ეს საფოსტო ბარათები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკა ივერიელში. ახალი 6 ამი დასრულებულია. მე ორშაბათამდე დაგემშვიდობებით 21 საათზე კი თქვენ მთავარი საინფორმაციო გამოშვება გელით.